რაც შეეხება თქვენი გადაცემის პირველი ნაწილის თემას, ეს გახლავთ მე დავუბრუნდები ბუნებრივია რუსეთ-უკრაინის ომს, რომელიც გარეგნულად ასე ჩანს, რომ რუსეთ-უკრაინის ომია, სიამოვნებაში ეს არის რუსეთისა და დასავლეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირება უკრაინის ტერიტორიაზე და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გუშინაც ვისაუბრეთ ჩვენ გადაცემაში ამის შესახებ, რომ პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, რომელიც რამდენიმე თვეა უკვე აღარ არის პრეზიდენტი, იმიტომ რომ ამას არჩევნებში და სხვა პრეზიდენტი ხავს ახლა პოლონეთს, განაცხადა მედიით, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობდა ომში ჩაეწია ნატოს წევრი ქვეყნები, მათ შორის ასევე უკრაინა. მე მეეჭვება, რომ ბატონი დუდა ბოლომდე ამბობდეს სიმართლეს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ზელენსკის არ მგონია ასეთი გავლენა ჰქონოდა, რომ რაღაც შეძლებოდა აქტიურად აქტიური მცდელობები ჰქონოდა, რომ ჩაეწია ნატოს წევრი ქვეყნები და ნატოს წევრ ქვეყნებზე ასეთი გავლენა აქვს და მეორე მხრივ არ მგონია, რომ ასევე ბატონი დუდას მხოლოდ მისი ინიციატივა ყოფილიყოს ასეთი გულახდილობა. ამავე დროს გეოპოლიტიკურ ამასცენაზე გამოჩნდა განცხადების გააკეთა ნიკოლა სარკოზიმ და თქვა, რომ უკრაინას არ შეუძლია მოიგოს ომი, მაგრამ შეუძლია დაკარგოს უფრო მეტი ტერიტორია. პარალელურად ჩვენ ვნახეთ მოვისმინეთ მაკრონის განცხადებაც, რომ უკვე მზად არის ევროპა იმისთვის, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, რომ 26 ქვეყანა უკაცრავად ტავტოლოგიისთვის მზად არის, რომ დამატებითი ძალები გაგზავნოს უკრაინაში და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში და ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიც აპირებს ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღებას, ხოლო რუსეთი არ დათანხმდება სამშვიდობო შეთანხმებებს, მაშინ ევროპა კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად დაუწესებს მას სანქციებს. ასევე განახლდა საპროტესტო აქციები ჩვენთან საქართველოში, ისევ იმავე სცენარით, როცა მცირერიცხოვანი ჯგუფი ცდილობს თქვა გზის გადაკეტვას და რაც შეიძლება ახმა-მაღალი განცხადებების გაკეთებას და ასევე თქვა აილანძღავენ პირდაპირ მნიშვნელობით ყველას, ვინც არიზიარებს მათ აზრს. მე არ ვიცი, ხე ეს მოვლენების შემთხვევით დაემთხვა ერთმანეთს, კანონზომიერად რაღაც წინასწარი შეთანხმებით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ასევე არაერთგვაროვანი ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანში, როგორც მათ შორის, ასევე მათი დამოკიდებულებით სხვა ქვეყნებისადმი, დიდი მოთამაშეებისადმი, რომელთაც აქვთ ინტერესი ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის წევრი თემო მაისურაძე. დიდი მადლობა. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. და ძალიან მოხარული ვარ, რომ მონახეთ დრო და მობრძანდით. აბანთემ აი ის კონტექსტი, რომელიც მე აღწერე, ორიოდეს სიტყვით, ნიშნავს თუ არა, რომ უკრაინის ეგრეთ წოდებული აი როგორც თანამედროვეებს უყვართ თქვა кейსი, თვისებრივად რაღაც ახალ ფაზაში შედის თუ დასასრულისკენ არ მიდის და როგორი როლი მოიაზრება ამ შემთხვევაში სამხრეთ კავკასიისთვის, ეს რა გავლენას მოახდენს ჩვენს რეგიონზე? კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევის კალბატონინო, მე ვესალმები თქვენ ახალ სტუდიას და მინდა ასევე მესალმო ტელემაყურებლებს, რადიო მსმენელებს, იმიტომ რომ დღეს ძალიან პოპულარული გახდა Georgian Times-ი და როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე რაღაც თემებზე, აი Georgian Times-ში უყურე Georgian Times-ში და ეს რო უკვე მესმის, იმას ნიშნავს, რომ უკვე ძალიან გაიშალა ეს თემა. მადლობა. რაც შეეხება შეკითხვას, მოდით პირველი ვთქვათ, რომ ომის დამთავრება სინამდვილეში არავის არ უნდა. ანუ რუსეთს არ უნდა ეს ომი დაამთავროს იმ პოზიციაში, რომელიც არის, იმიტომ რომ იმ უნდა მიიღოს, რაც უნდა მიიღოს და მისი მიზანი იცით. მეორე მხრივ, რუსეთი თავის თავს თulis, რომ ის არის აი ამ ყველაფერში მიუხედავად იმისა, რომ ის შეიჭრა უკრაინაში, სამდე მართალი, იმიტომ რომ შეთანხმებების თანახმად, რომ ნატო არ უნდა გაფართოებულიყო შემდეგ რომლებმაც ბოდიში და არაფრად ჩათვალეს მაშინდელი რუსეთის ეს რეალური მოთხოვნები, იმიტომ რომ ვიცით, რომ ნატო იყო ზოგადად შექმნილი როგორც თავდაცვითი გაერთიანება და როდესაც რუსეთმა საბჭოთა კავშირმა ყოფილმა და რუსეთმა დახურა ეგრეთ წოდებული ვარშავის პაქტი და მთლიანად დატოვა ევროპა, ამ შეთანხმების რადგან შესრულებას ელოდა. როდესაც ეს ყველაფერი არ შედგა და ვხედავთ საიდან დაიწყო ფერადი რევოლუცია და როგორ იქნებოდა ეს ბუფერი, ანუ დავიწყოთ ესე იგი
ბელორუსია, მოლდოვა, უკრაინა, საგადა პირდაპირ ეს ბუფერი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. საერთოდ ეს საუკუნეების განმავლობაში იყო ასე, ევროპა ყოველთვის და რუსეთის იმპერია, კი ბატონო. საკითხები, აქედან გამომდინარე მორალურად ის თვლის, რომ ამის უფლება ქონდა. ანუ საქართველოს ისევე როგორც უკრაინამ გააკეთა ესეთი განცხადება, მოდი ესე ვთქვათ, ფაქტობრივი, შინაარსობრივი უბრალოდ, რომ მე ბოდიშიც და არ მაინტერესებს შენი უსაფრთხოება, კავკასიის ქედსაკეთ, მე შენ დაგიყენებ შენი მტრის ჯარს. იგივე იყო უკრაინის განცხადება და თუ ჩვენ შევხედავთ ამ სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობით, რუსეთის აღმოსავლეთიდან ამერიკის შეერთებული შტატების სარაკეტო ფრენის მანძილი იყო 6-დან 8 წუთამდე. ეს უპირატესობა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ ევროპიდან გაეკეთებინა, რადგან მისი სარაკეტო სისტემა დიდ ქალაქებთან რუსეთთან არის ძალიან დიდ მანძილზე, რომელსაც სჭირდება 6-ჯერ თუ 8-ჯერ უფრო მეტი დრო, რომ დიდ ქალაქებამდე მივიდეს. აქედან გამომდინარე ნატოს განზრახვა, ეხლა შეიძლება მოსახლეობას არ ისმის ეს, მაგრამ მოწევა უკვე უკრაინის ჩათვლით, რომ ის მიწდომოდა ამ 6 წუთიან უპირატესობაში დიდ ქალაქებს, ეს იყო მთავარი განზრახვა. ეხლა ვის ესმის, ვის არ ესმის, არ ვიცი, მაგრამ ეს ძალიან დიდი საფრთხე იყო ამ შემთხვევაში რუსეთისთვის. ესე იგი, შეერთებულ შტატებს ომის დამთავრება არ უნდა, იმიტომ რომ მას აწყობილი აქვს, რომ იტყვან მულტინაციონალური კომპანიების ინტერესები სწორედ ომის გაგრძელებას და იარაღის გაყიდვას და ვიცით ევროპასთან რა ხელშეკრულებები გააფორმა. იმ ხელშეკრულებამ რომ იმუშაოს, საფრთხე უნდა კონდეს ევროპას, რომ აი რუსეთის შემოგეჭრება დღეს ან ხვალ და ეს იარაღი შენ უნდა შეიძინო. ხო, ძალიან მარტივი გასაგებია ეს ყველაფერი. და რაც შეეხება უკრაინას, ახლა დღევანდელ მმართველ ელიტას ძალიან კარგად ის რომ ომი დღეს დამთავრდეს. მათი დღე აი იმ დღეს დამთავრდება. არა უბრალოდ თანამდებობრივი, არამედ მე შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება სიცოცხლის გარანტიაც არავინ არ მისცეს. ფიზიკური ანუ დიახ. რაც შეეხება გარანტიებს, რასაც ევროპა აძლევს და ვითომ ამერიკის შეერთებული, ეს არის ცარიელი რიტორიკა. აი დღემდე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოები ძალების მოსინჯვის პერიოდში იმყოფებოდნენ, ვის რა შეუძლია, რისი თავი აქვს და ასე შემდეგ. აი, როდესაც უკვე ჩინეთში ეს შედგა შეხვედრა, შემიძლია ვთქვა, რომ დასაწყისი ახალი პოლისების ფორმირების მარტო ეხლა დაიწყო. აქამდე იყო მხოლოდ, რო იტყვან, ტრანსფორმაციის პერიოდი, რომელიც სახელმწიფო რას წარმოადგენს, მოთელვა, ვინ რა პოზიციაზე დგას, ვის რა რეალური ეს რომ პოლიტიკოსები რაღაც განცხადებებს აკეთებენ, მე მაგას ხოლმე საერთოდ არ ვანიჭებ. არანაირ და რატომ? იმიტომ რომ ყველა სახელმწიფოს პოლიტიკოსი ლაპარაკობს იმ ინტერესებით, რომელიც მის სახელმწიფოს იმ მომენტში გააჩნია და არიან ძალიან სუბიექტურები. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის ფაქტობრივად რა მოძრაობები კეთდება, ანუ სინამდვილეში რა კეთდება. აი ტრამპა რომ მაგალითად დაუშვათ მოითხოვა ევროპისგან ამ შეიარაღების ყიდვა, რომ კიდე დამატებით 600 მილიონის კიდე იქ რაღაც ინვესტიცია გასაგები ამერიკის ევროკავშირის მიერ. და თუ ამერიკის შეერთებული შტატები ნახეთ როგორი მე ვიტყოდი უსინდის ოქმედება, წარმოიდგინეთ ყველაფერი გადაყოს პირველი ბიზნესში. მეორე ყველა ვიცით რომ ეს ომი ზოგადად ინიცირებულია სწორედ მათი და ნატოს მოქმედებებით, რომელიც რო იტყვან ყურად არავინ არ მიიღო, რომელიღაც სხვა სახელმწიფოს უსაფრთხოებმა და ხშირად მოყავთ ხოლმე მაგალითად ახლა კუბაში რომ რუსეთმა სამხედრო ძალები ჩააყენოს, რას იზავს შეერთებული შტატები, ეს ხო ძალიან მარტივი გასაგებია. და ეგ მოსალოდნელიც იყო. და მესამე, როდესაც შენ ყველა სახელმწიფოს ელაპარაკები, რომ შენ თუ ამას არ გააკეთებ, შენ გექნება სანქციები, შენ დაგიწესებ ტარიფებს, რომელიც სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყველა საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, როდესაც შენ არაფრად აგდებ ჰააგის სასამართლოს თუ ასე შემდეგ, ხო წარმოგიდგენთ როგორ გამოიყურები და ეს სხვა ქვეყნები, რომლებიც უკვე იკრიბებიან იმისთვის, რომ შექმნან ახალი ფულად საკრედიტო სისტემა, შექმნან ახალი ეკონომიკური კავშირები, შექმნან ახალი სასაქონლო საფონდო ბირჟები, რომელიც იქნება ალტერნატივა ეგრეთ წოდებული ლონდონის და შეერთებული შტატების სასაქონლო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების დაკისრებული დოლარის კურსის მიღმა თავისუფალ მოქმედებას, ამას ალტერნატივა არ აქვს. ძალიან ბევრი სახელმწიფო დღეს ვიაცხადებს, რომ ისინი სწორედაც რომ აქეთ მიდიან, ძალიან ბევრი ლაპარაკი იყო საქართველოს რატო არ იყო მიწვეული ერთიმეორე, მე თვალყურს ვადევნებდი, მაგრამ
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რატომაც საქართველოს არ იყო ის რომ საქართველოს არც ერთი გაერთიანების წევრი არ არის და 3+3 მთლიანად იყო მიწვეული და აქეთ ჩვენ ხომ არა ვართ 3+3 წევრი, მაგრამ სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი, თურქია ყველა იყო. და 3+3-ში ჩვენ რადგან რო იტყვი წიხლივკარით ამ მემართულებას რაიმე სხვა ფორმატი რომ ჩვენ ყოფილიყავით მიწვეული არ იქნებოდა სწორი. მეორე ძალიან კარგად განმარტა გოგავამ თქვენ გადაცემაში რომ ჩვენ უფრო ეგეთი პროევროპულ ძალად ვითვლები ჯერჯერობით, იმიტომ რომ კონსტიტუციაში გვიწერია და თუ შენ კონსტიტუციაში ის გიწერია, პირველივე შეკითხვა აქ რა გინდა. ამიტომ თუმცა ბატონ თემურ აქ მე გასაგებია და პრინციპში თუ გადავალებ თვალს რა შედეგი დასრულდა აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირებისთვის შანხაის თანამშრომლის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობა მე ვფიქრობ რომ ეს შემთხვევა როდესაც არ წასვლა ჯობდა წასვლას ცხადია და სწორედ მაგიტომ არ მიიწვიეს საქართველოს იმიტომ რომ ეს მოსალოდნელი იყო ამ წინასწარ იყო ეს მე მგონი დაგეგმილი ეს უარები გაწევრიანებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანისთვის რა თქმა უნდა და თან გაამართლო ის რომ შენ საქართველოს მიწვეული ყავს რომელიც არც ერთი კავშირის წევრი არ არის აი ამ რო იტყვიან არც ბრიქსის არც შოსის არც 3+3-ის დიდი ბოდიში და სხვებს როგორ აუხსნათ თავი დავანებოთ გარშემო ხალხი რას იტყვის იცი ამინდოდა მეკითხა თქვა ამ შემთხვევაში სომხეთი აცხადებს პრეტენზიას ყოველ შემთხვევაში და აქტიურ ნაბიჯებს გავს ფაშინიანი რომ სულ გაწევრიანება ევროკავშირში, რაღაც ევროკავშირიც აქებს რაღაც ევროპა უსაფრთხოებელ ამის სომხეთზეც გადის. აზერბაიჯანი ჭიძროს თანამშრომლობს. ეს ფაქტორი არ არის მათი მიწვევისთვის და ფაქტორია საქართველოს შემთხვევაში, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია? ჩვენ რომ კონსტიტუციაში გვიწერია, ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს. ნახეთ რა არის თუ შენ კონსტიტუციაში ეს კონსტიტუციურად გიწერია, შენი მოქმედება სხვა მიმართულებით არის უკვე არაკონსტიტუციური, სულ ცოტა. მეორე ჩვენ ხშირად ლაპარაკობთ აფხაზეთზე, ცხინვალზე და რატო საქართველოს ნაბიჯებს არ გავს რუსეთთან პირდაპირ ურთიერთობის რა სტატუსით აფხაზებს და ოსებს არ უნდათ შენი ევროკავშირი ხო ასეა შენ კონსტიტუციაში გიწერია მეორე მე რომ რუსეთი ვარ პირობითად და მე ლაპარაკები რაღაცა თემაზე შენ ევროატლანტიკური ალიანსი გიწერია და მე შენთან ამ საკითხზე როგორ დავჯდები მოსალაპარაკებლად თუნდაც იცით როგორად ბატონ თემურ ვიკამათოთ ხო თუნდაც აი იმიტომ დავჯდები მოსალაპარაკებლად იმიტომ რომ რუსეთმა მე ვფიქრობ თავისი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი დაკარგა რომ არასდროს არ ილაპარაკა საქართველოსთან მე ამ შემთხვევაში რუსეთის პოზიციიდან ვამბობ იმიტომ რომ მას სხვა პრეტენზია რო არის დიდი სახელმწიფო ბირთვული ერთ-ერთი ზე სახელმწიფო მსოფლიო ცენტრი ერთ-ერთი და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა აი ამ პატარა ერთი მისთვის ხო ერთი ნაგლეჯი მიწისთვის ჩემთვის არის ძალიან არსებითი ნაწილი დედამიწის მაგრამ მისთვის რომელიც ძალიან გაუადვილებდა მას თავისი ინტერესების მიღწევას რომ შეძლებოდა ნორმალური ურთიერთობა აი ამ პატარა მიწის ნაგლეჯთან ჩვენ რო გვიკავია ეს არ არის მისა ქალბატონო ნახეთ რა არ გამოვა ასე ეს არის და ამიტომ დალაპარაკება ხო იქნები დავასრულებ შეკითხვას და იქნები იმაზე დალაპარაკება რომ ის რო გიწერიათ აი ისა მოიღეთ მე ვილაპარაკოთ თქვათ მე რუსეთის პოზიციიდან ვამბობ მესმის მაგრამ მოდი ასე ვთქვათ რუსეთი ამას ძალიან გაგებით ეკიდება იმიტომ რომ იცის თუნდაც ის რომ საქართველოს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ყავს მეორე რუსეთი ძალიან აფასებს იმას რომ საქართველოს არ მივერთდა ძალიან ბევრი გრძოდებულ შეზღუდვებს რუსეთის მიმართ და მესამე რასაც ჩვენ ვეძახით ჩვენი პატარა მიწა და რუსეთის მიწა არ ჭირდება რუსეთს ჭირდება კავკასიის ქედსაქეთ უსაფრთხოებისთვის სამხედრო ბაზები და თუ ჩვენ ვილაპარაკეთ რომელსაც ნატო გვიწერია ესე იგი გამოდის რომ ნატოს წევრ ქვეყანასთან სამხედრო დაპირისპირებაში ხდება ეს ორი მოდი ასე ვთქვათ დროებით აღიარებული პირობითად რა ვიცი მე სუბიექტები იურიდიული სუბიექტები ეს რუსეთის მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი ნაწილი სასახსნელოდ არის ძნელი და კიდევ ერთი რამ რატომ აკერია პირზე საქართველოს ხელისუფლებას დღეს ღირსებით ევროპაში ღირსებით ძალიან კარგად ვიცით რომ ჩვენ ნატოში არავინ არ მიგვიღებს მაგრამ ნახეთ რა არის თუ საქართველოს გააკეთებს კეთილ განცხადებას რომ მე ევროკავშირში აღარ შემოვდივარ და რადგან თქვენ არ ღებულობთ მე ნატოში არ შემოვალ დგება მეორე ძალიან რთული საკითხი. თქვენ გააკეთეთ განაცხადი. ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში დავხარჯეთ ამდენი და ამდენი მილიარდი.
შესაბამისად თქვენ ეს თანხა უნდა დააბრუნოთ. მაგას არავინ არ გვაპატიებს. ხელისუფლებას ეგ ესმის ძალიან, მაგრამ ამას ვერ იტყვის ხელისუფლება. მე ვამბობ როგორც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი. ეს საკითხი ძალიან მძიმე იქნება საქართველოს, მაგრამ იმ ნაბიჯებით, რომლითაც ახლა ხელისუფლება მიდის და თვითონ ევროკავშირი იტყვის უკვე რომ მე თქვენ აღარ ღებულობთ და როგორც არ იტყვის ამას ევროკავშირი, იმიტომ რომ მისთვის ხელსაყრელი არ არის ამ შემთხვევაში რომ საქართველო იყოს როგორც გამაღიზიანებელი ფაქტორი რუსეთისთვის. რატო იტყვის ამას? მე გეტყვით რატომ იტყვის, იმიტომ რომ თუ ის ევროპისთვის ის ზოგიერთი მუხლი საცოცხლო მნიშვნელობისა, რომელიც მან პრინციპულად დასვა და საქართველოს იმას არ შეცვლის პრინციპულად, სხვა არაფერი არ რჩება. როგორ შეიძლება სახელმწიფო გადააყირაო? ორადორი გზა არსებობს. ერთი, თუ შენ შეძელი ხელისუფლების მოსყიდვა, რაც ვერ შეძლეს და მეორე, შენ ყავს იმხელა კრიტიკული მასა, ეგრეთ წოდებული ახლა რომ ძალიან ხშირად ხმარობენ ეგრეთ წოდებული აკაცუკების, გამყიდველების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, მარტო მაგ შემთხვევაში. შეიძლება ასეთ ფიქრობს რაღაცა ნაწილი, რომ ეს მოწონს, რასაც აკეთებს ევროპა, დღევანდელი როგორიც არის. მე სხვათა შორის არ გამოვიცხავ ამას. აი რაღაც ნაწილს, რომელიც უნდაც ქუჩაში გამოდის. მე მესმის რომ არ მოწონს, მაგრამ ნახეთ რა არის ის კრიტიკული მასა, რომელმაც შეიძლება ქვეყანაში 2003 წლის ის გაიმეოროს, აღარ არსებობს. 2003 წლის სცენარში იყო განსხვავებული ის, რომ ჯერ ერთი ის ხელისუფლება ბევრად უფრო მოკრიჭებული ყავდა ხალხს ვიდრე დღევანდელი და მეორე ხელისუფლება მაშინდელი უკვე იყო მოსყიდული. იმიტომ რომ როდესაც შენ იუსტიციის მინისტრი გაგანია პროევროპული და საფეხზე მდგომი ყავს. იქ უკვე ძალიან ბევრი ხელისუფლების შტოში ჟვანიები და შემდეგ რომლებიც აი საფეხზე მდგომი კი არა, შიგ ევროპელები რომ არიან. ამ შემთხვევაში შენ ხელისუფლება შეინარჩუნო, არის ძალიან რთული, როდესაც გარეთ ამ ხელა საპროტესტო ტალღაა. ამიტომ ის შემთხვევა არაფრით არ არის პარალელური და მსგავსი დღევანდელის. იმიტომ რომ დროში და სივრცეში ყველაფერი იცვლება და აი ამ ცვლადებით დღეს რომელიც არის იმ ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია. მე მშვიდად ვარ, იმიტომ რომ მეზრალები ვერაფერს ვერ იზავენ, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და რაიმე ობიექტური მიზეზი იმისთვის რომ რომელიღაცა ქვეყანა საქართველოში ძალით შემოიჭრას არ არსებობს. შესაბამისად შანსი იმის რომ აქ რამე გადატრიალება მოხდეს არ არის. ბოლო შანსი აქვს ევროპას და დასავლეთს თუ ეხლა არჩევნების ფონზე რომ აი კიდევ გაყავდა ხომ ვამბობდით ამ შემდეგ აი ევროპას გვართმევენ, ვიზებს გვართმევენ, თუ ამ მომენტში რაღაცამ აწია, ეს არის უკანასკნელი ტყვია მათ სასროლეთში რომ იტყვენ. აი ეს უკანასკნელი, ამის იქით მათ არანაირი რესურსი არ აქვს. დიახ, აი ამ თემაზე ცოტა უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ, რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა დავიმშვიდობოთ. ჩვენს მაყურებელს დაგველოდოთ ჩვენ მალე დავბრუნდებით. უკავეთ ეში ბრუნდებით, განვაგრძობთ საუბარს ჩვენს სტუმართან, თემურ მაისურაძესთან ერთად. აბა თემურ, გავაგრძელებ აი იმ თემას, რაზეც შევწყვეტეთ საუბარი. ჩვენ ყოველთვის ვთქვათ, გვაქვს ეს დამოკიდებულება, რომ ვფრთხილობთ, რომ რა რეაქცია ექნება რუსეთს, როგორ ირეაგირებს ის იმაზე, თუ გავაკეთებთ იმას, რაც მისი ინტერესი არ არის და ამავდროულად არასდროს არ განგვიხილავს ის ვარიანტი, რომ როგორ შეიძლება მოიქცეს ევროკავშირი იგივე ამერიკის შეერთებული შტატები, თუ მოიქცევით ისე, რაც მათი ინტერესი არ არის. აი თქვენ ბრძანეთ, რომ რა შემთხვევაში არის შესაძლებელი გადატრიალება ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ჯვარისწერია ყველა ქვეყანას გადატრიალებისგან და საქართველოსაც ბუნებრივია, რომ ან ხელისუფლება მოსყიდული, ან არსებობს კრიტიკული მასა ადამიანების, რომელსაც ეს რევოლუციის მოწყობის წინაპირობებში დაახლოებით, ხო? იგივე არის კრიტიკული მასა, რომელსაც არ მოწონს ეს ხელისუფლება და აღარ სურს ასე ცხოვრების გაგრძელება. მაგრამ მხოლოდ ფული იქნება, თანხა დააბრუნე უკან. რა ბერკეტები აქვს იგივე, იმათაც ხო თავისი ინტერესები აქვს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, არა? აქ და იმიტომ უნდა შენთან პარტნიორობა. ჩვენ მგონია, რომ პარტნიორობა ეს არის რაღაცა გული რო შეგივარდება ქვეყანაზე და მისი ბედნიერებისთვის იღწვეს. სინამდვილეში მხოლოდ ინტერესები არის წამყვანი. რა საფრთხე ელოდება ვთქვათ საქართველოს, რა საფრთხე არის, როდესაც კონსტიტუციაში გვიწერია ჩრდილოეთიდან რა საფრთხე გვაქვს, რომ კონსტიტუციაში გვიწერია 78 მუხლი, რომ გვაქვს ეს ვიცით, მაგრამ 78 მუხლი რომ ვთქვათ, რომ აღარ გვინდა და ამოვიღოთო, რა საფრთხეს გვიქმნის ეს დასავლეთიდან. კი ბატონო, მოდით ასე ვთქვათ, რომ ფული გვინდა არ არის ეს ესე იგი მართებული გამოთქმის ფორმა. ეგ იქნება ერთ-ერთი
დასჯის ჩვენთვის ანუ რომ გვაიძულონ ჩვენ ესე იგი გავაგრძელოთ რომ ითქვან ამოვიღოთ ის კანონები და ასე შემდეგ და ჩვენი დასჯის ესე იგი ზეწოლის მექანიზმით იქნება გამოყენებული. თორე ახლა 6 და იქ რაღაცა მილიარდი აქ იმ დიდი პოლიტიკური მიზნებისთვის არაფერი არ არის. მაგრამ თუ ეს არ გამოვა მაშინ მათ მოუნდება კონკრეტული გავლენები იქონიონ საქართველოში, რადგან ვიცით რომ საქართველოში გაივლის რომ ითქვან სერიოზული ეკონომიკური აღმავლობის მე არ მიყვარს ეს დერეფნები და ასე შემდეგ მაგის თქმა, იმიტომ რომ თუ ჩვენ მარტო დერეფანი ვიქნებით, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ იმის გამო რომ ჩვენ ვინარჩუნებთ სხვანაირ პოზიციას დასავლეთიდან და ვთხილობთ ჩვენთან ძალიან ბევრ სახელმწიფოს მოუნდება აქ იქონიონ თავისი კომპანიების ფილიალები ან კომპანიები, რომლებიც აქედან გაყიდიან და მიაწვდიან იმ ქვეყნებში, საიდანაც რუსეთს არ შეუძლია მაგალითად პირდაპირ მუშაობა, ან აი ამ ქვეყნებს, რომელსაც სხვებს აქვთ სანქციები და ითვლებიან აზიურ ქვეყნებად, შესაძლებლობა იქნება საქართველოსთან. ამიტომ ის რომ აქ სერიოზული დაბადება, კაპიტალ დაბადება წამოვიდეს, იქნება ეს გარდაუვალი, თუ ჩვენ სწორად გავიარეთ ეს ყველაფერი. მაგრამ მეორეა რომ სახელმწიფო უნდა დაიჭიროს აქ სწორი პოზიცია და ამ კომპანიებში რომლებიც შემოვდნენ ყველგან 51% წილობრივი მონაწილეობა უნდა მიიღოს აქციების თუ ამავე შეძენაში, იმიტომ რომ არ შეიძლება შენ ქვეყანაში სხვა სახელმწიფოებს აკეთებინეო მთელი ფული და შენ იყო მხოლოდ და გადამწყვეტ რომ ვერ გააკონტროლო და გადამწყვეტი ხმა არ გქონდეს შენ. აბსოლუტურად სწორია და თან ნახეთ რა არის ამ ყველაფერთან ერთად შენ ხარ მხოლოდ პასიური ეკონომიკური სუბიექტი, დასაქმებული ხარ მასთან და აქტიური ეკონომიკური სუბიექტი ნიშნავს რომ შენც რაღაცის ფლობელი ხარ და ამავდროულად შეიძლება სხვასთან იყოს დასაქმებული. ანუ ეს მნიშვნელოვანი თემაა და მე სერიოზულად მაქვს ნამუშევარი ამაზე, რა არის საჭირო იმის რომ საქართველოს ეკონომიკურად გახდეს ძალიან მომხიბვლელი და მომგებიანი. საქართველოში უნდა იყოს დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა, როგორც დამატებით ღირებულების, ისე მოგების გადასახადის. ანუ რაც უფრო რთულია ბიზნესის წარმოება და რაც უფრო დაიცალა რეგიონი, პროპორციულად ნაკლები უნდა იყოს ეს ორი გადასახადი. შესაბამისად ძალიან ბევრი საწარმო გახდება კონკურენტუნარი, თუ ის მოხდება 2%-იან, 1%-იან, 5-ან, 6%-იან ზონებში, სადაც დამატებით ღირებულება პლუს მოგების გადასახადი მარტო მრეწველობისთვის, მომსახურებისთვის არა, ვინც კონკრეტულ პროდუქციას ქმნის. ეს შექმნის ძალიან კარგ პირობას იმის, რომ ჩვენი პროდუქციაც გახდეს კონკურენტუნარი, იმიტომ რომ გადასახადები ძალიან შეუმცირდება და მათ შორის თურქეთს და სხვა ქვეყნებს გაუწევს კონკურენცია. და რაც შეეხება ევროპას და დასავლეთს, რითიც ჩვენ დავიწყეთ, მათი დღევანდელი როგორ გითხრათ მდგომარეობა ძალიან წააგავს, როდესაც გადმოხტები თვითმფრინავიდან პარაშუტი რო არ გაიხსნება და მაინც დიდი იმედით რომ მოდიხარ და გაუმარჯოს და ჩვენ ამას ვიდავ და აიმე რომ დაბლა ჩამოვალ, მაგ დღეშია დღეს ევროპა. იმიტომ რომ ევროპა იმ ფასებით, რომელი ფასებიც მას დღეს აქვს აქ ხშირად ლაპარაკობენ ენერგორესურსებზე, მარტო ენერგორესურსები არ არის, ბუნებრივი რესურსები, რომელთაც ის იყო წარმატებული ეკონომიკური მიმართულებით, ეს ბერკეტი აღარ აქვს. შესაბამისად, მათი ეკონომიკა სულ ქვემო და ქვემოწავა და მათი ქარხნები დატოვებენ ევროპას. და თქვენ იცით საქართველოში გაიხსენეთ გუშინ რომ მთელი საქართველოს საბჭოთა კავშირში ყველაზე მდედრულად და კარგად გამოიყურებოდა პატარა სამოქალაქო დაპირისპირებამ მათხოვრება დაქცია მთელი საქართველო და ეგ ისე სწრაფად შეიძლება მოხდეს თუ ევრო და დოლარი ჩამოიშლება რომ ვერ წარმოიდგენთ. სხვადასხვა დიახ თქვენ რომ ბრძანეთ რომ აი ახალ საფინანსო სისტემას ქმნიან, ეს ჩვენთვის არ არის კარგი, იმიტომ რომ ჩვენი ლარი მიმულია პირდაპირ დოლარზე და ცოტა არ მისიამოვნა კი ბატონო. ეგ ნახეთ რა არის, ეგ არის ძალიან მარტივი. თუ შენ ნახეთ მანამდე ჩვენ მხოლოდ პარტნიორები შეიძლება და ყოლოდა ბრიუსელის გავლით. ანუ იყო ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, სხვასთან ლაპარაკს გვიკრძალავდნენ. დღეს საქართველოს გარანტიები ექნება ჩინეთიდან და მათ შორის აი ამ ბრიქსის ქვეყნებისგან, რომ აი ამ ვალს, რომელიც ჩვენ გვაქვს და რითიც ჩვენ ახლა ეგრეთ წოდებული მსოფლიო ბანკი და სავალუტო ბანკი გვივაგრებს ზურგს, რომ ხელად ჩავანაცვლოთ იმ სესხების გადაფარვით, რადგან ინტერესი რომ საქართველოს იყოს ამ ბრიქსის ქვეყნების მხარდამჭერი და მათ შორის გამტარი შოსის თუ ასე შემდეგ, იმდენად დიდია, რომ ამას გაგვიკეთებენ დიდი სიამოვნებით. აი მანამდე თუ ჩვენ ამ ნაბიჯებს გადავგავდით კვეთრს,
ხშირად რო ამბობენ რომ აი რატო 1 წლის წინ გაეკეთებინათ 5 წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა იმის და მიხედვით თუ რამდენი ტვირთის ჩამოხსნა შეძლო ზოგიდან ამ ვალდებულებებიდან რომელი ვალდებულებებიც ძალიან გაუარესებდა ჩვენთან მდგომარეობას აი ის ფონი რომელიც დღეს იქმნება უკვე აი ამ ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობით ეს გვაძლევს საშუალებას რომ იმათ ერთ გარტყმულ სახეში სილას მეორე ლოგიკა არ მეუშვიოთ შეიძლება სილაც დაუბრუნოთ და ზოგიერთ შემთხვევაში რაღაცას მივაყოლოთ ანუ აი ეს ფრთხილი ნაბიჯები მოგცემს საშუალებას რომ თან არავინ დაგვაბრალოს რომ ჩვენ ევროპიდან გავრბივართ და ის ვალდებულებები ამ შემდეგ ეს დაპირისპირება ახლა რომელიც შეიძლება მოსალოდნელი იყოს არჩევნების შემდეგ რბილად გადავაგოროთ და ჩაივლის თუ არა ეს არჩევნები დაინახავთ რომ მათი ეგ საჰაერო ბუშტი უცბად გასკდება და საქართველოს დაიწყებს უკვე ახალ პოზიციონირებას აი ამ ახალ პოზიციონირებაში უკვე ზურგს გვაძლევს ის უკვე ახალი პროექტები მსოფლიოს უკვე გადანაწილებული ძალთა ბალანსი რომელიც იქმნება აქ მარტო გეოპოლიტიკა არ არის აქ არის გეოეკონომიკური პოლიტიკა რომელიც პარალელურად მიდის ზოგადად გეოპოლიტიკასთან ერთად აი ეს გვაძლევს ახლა ჩვენ საშუალებას რომ ცოტა მდგრადად ვიყოთ ცოტა მშვიდად ვიყოთ და მოსახლეობამ შეინარჩუნოს მდგრადობა იმის მიმართ რაც დღეს საქართველოს ხდება მე დარწმუნებული ვარ რომ ქუჩაშიც რომ დავარდეს ხელისუფლება ხვალ საქართველოს მოსახლეობის ის უმრავლესობა არ დაუთმობს იმ ძველ ძალებს ხელისუფლებაში მოსვლას და არ მინდა ძალიან რომ ჩვენ მოგვიწიოს ამის გაკეთება იმიტომ რომ სამოქალაქო დაპირისპირება არ არის კარგი საქმე და ხელისუფლებას აქვს იმდენი ძალა რომ ისე ჩააქროს ეს ყველაფერი რომ ცეცხლი არც კი გაჩნდეს მარტო დაიბოლოს რომ იტყვიან და ჩამთავრდეს ამითი ყველაფერი. მაგრამ აქ კიდე ერთი მომენტი არის ბატონო თემურ იმისთვის რომ საქართველოს შეასრულოს ეს ხიდის ფუნქცია რაც გეოგრაფიულადაც აქვს და ისტორიულადაც ქონდა მაგ აღმოსავლეთ დასავლეთ შორის აღმოსავლეთმა დასავლეთმა იმ ფლანგმა და უკვე არსებულმა დასავლეთის ფლანგმა უნდა მოილაპარაკოს ურთიერთობას ან ერთმანეთი უნდა სჭირდებოდეთ მათ ხო რომ შენ იყო ხიდი მათ შორის ეს ამ პროცესს როგორი პერიოდი ჩანს ეს ბუნებრივად ჩნდება აი მე რო გითხარით რომ ევროპა იძულებული იქნება ნახეთ ევროპა როგორ მდგომარეობაში იქნება ევროპა თუ ამ გზას არ დაუშვებს მისთვის ძალიან ძნელი იქნება საერთოდ შეენარჩუნოს რაიმე კონკურენტული მდგომარეობა დღესაც რომ მაგალითად აი საუკეთესო გერმანული მაგალითად პროდუქცია რო აიღოთ ავტომობილები თუ ამ შემდეგ რომ ახდით და შიგნით რომ ჩაიხედებით 70% ჩინეთში ნაწარმოები პროდუქტები აქვს მერსედესში ბემვში ყველაში აბსოლუტურად მათ შორის ჩარხებში დანადგარებში რობოტოტექნიკაში იმიტომ რომ მე იცით მეწარმე და ძალიან კარგად ვერკვევი მთელი ჩემი ცხოვრების პირველ ნახევარი საავიაციო მრეწველობაში მაგავლილი და ძალიან კარგად ვერკვევი აი ამ მიმართულებებში რომელი ქვეყნები რას როგორ იყენებენ შესაბამისად ერთადერთი გზა ევროპისთვის არის ყველაზე ფართოდ გაუხსნას აი ეს უკრაინის ამბავი რომ ჩაცხრება სწორედაც რომ ჩინეთს ინდოეთს და ასე შემდეგ და გნებავთ თუ არ გნებავთ ამერიკა იძულებული იქნება აი ამ მოცემულობას ჩაყვეს ამერიკა დღეს მეგრე ვიტყოდი რომ აი ძველიმით იჭიმება თორე ეს ის ამერიკა არ არის შიგნით დაპირისპირება ძალიან სწრაფი ტემპებით იზრდება თქვენ იცით რომ უკვე სამხედროების შემოყვანა დაჭირა ტრამპ ზოგიერთ რაიონებში და იმდენად იზაბება სიტუაცია და აი ამ რო იტყვიან მიმისი რა ქვია აი ამ სამხედროებით რა სეგმენტს ებრძვის ტრამპი არ სამხედროებით ის ეხმარება პოლიციას რომელიც რაღაცა მომენტებში როდესაც დაძაბულობა ისე იზრდება რომ შეიძლება ვიღაცამ რაღაცა შეანგიროს ცეცხლი წაუკვირდეს ქუჩაში ავტომობილები გადაწოს მაღაზიები აი აქ მომენტი რომ უცბად დივერსიებს ასე ვთქვათ ხო რომ ჩააქროს ხო და ხო იცით ძალა მორევაზია საქმეზე რომ მიდგება უკვე ის იძულებული იქნება დაყვეს იმ მოცემულობას რომელი მოცემულობაც მას მისცემს ამა თუ იმ ნაბიჯების გადადგმის საშუალებას. დღეს ის მარტო რიტორიკა ამას გიზავ, იმას გიზავ. ევროპას კი უქნა, ასე ვთქვათ, იმ თვალსაზრისით, რომ შეარაღება შეისყიდეთ ინვესტიცია, ხა საბოლოოდ ეს როგორ დასრულდება, მაგრამ პროცესი დაიწყო. მართალია, ევროპას კი უქნა, მაგრამ ამით ევროპა დააყენა ისეთ ჩიხში, რომ ხვალ ზეგ ევროპაში მოხდება დაპირისპირება და ევროპა იძულებული იქნება ისეთ გარიგებებზე წავიდეს, რასაც ამერიკა არ ელოდება.
თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება იძულებული დათმოს ბევრი რამ, იმიტომ რომ თუ მეგობრული ურთიერთობები არ გახსნა, ეგრეთ წოდებული თაფლაკვერისა და მათრახის პრინციპით ის ვეღარ იქნება სახელმწიფო, რომელსაც შეიძლება სხვა სახელმწიფოები გაყვნენ როგორც პარტნიორები. დღეს ბევრი სახელმწიფო ბედავს და ამბობს, რომ მე მივდივარ ბრიქსისკენ, მაგრამ ძალიან ბევრი ამას ვერ ამბობს სხვადასხვა ვალდებულებების გამო ამერიკასთან. თუმცა შეიძლება თუ აი გადაწონის თუ არა სასტორი, დაინახავთ რამდენი სახელმწიფო წამოვა აი მაგ ბრიქსის, შოსის და ასე შემდეგ პროექტებისკენ. იმიტომ რომ ყველას აქაა გამოსული ყელში ამერიკის შეერთებულ შენ თუ ამას არიზავ, შენ თუ იმას არიზავ, შენ თუ ესე არიზავ, შენ ანუ მე როდესაც ხელში მიჭირავს დოლარი სოფლიოში მთავარი სასაქონლო საფონდო ბირჟების მმართველი ვარ, ეს ბერკეტი იკარგება და თუ ეს ბერკეტი იკარგება, მაშინ ახალი ბერკეტი ჩნდება საით მიდის სოფლიოს ახალი ეკონომიკური, გეოეკონომიკური მიმართულება. ყველას უნდა უკეთესი ცხოვრება, ყველას უნდა უკეთესი პირობები, ისე რომ აი ახლა აი ამ სწორედ შეხვედრამ, როგორც გითხარით, შობა უკვე ფორმა ახალი პოლუსების, რომელზეც განლაგდება ახალი მსოფლიო. და სომხეთი და აზერბაიჯანიც უნდა მიყვეს ხო საქართველოს სიმხრივე სტაბილურობა იყო შენარჩუნებული რეგიონში. იქ რა პრობლემებია და რამდენად არის და ვის წინაშე არის ანგარიშვალდებული ფაშინიანი და იგივე ალიევი და შეძლებენ თუ არა ისინი თქვათ აი ისეთი პოზიციის დაჭერას, რაც სამხრეთ კავკასიას მისცემს აი მშვიდობიანი დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციის შესრულებას, მაშინ როდესაც სიტუაცია მეტნაკლებად დაალაგდება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის. კი ბატონო, როდესაც ძალმომრეობის პრინციპიდან გამომდინარე დღეს ევროპას და შეერთებულ შტატებს კიდე რაღაცა პოზიციები უკავიათ, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ეს პოზიციები შეიცვლება. ეხლა როგორი მდგომარეობაა, ნახეთ, უკრაინაში რომ რუსეთმა თავისას მიაღწიოს, გამოდის რომ უკრაინასა რუსეთთან დამარცხდა ნატო, მთლიანად შეერთებული შტატები და მთელი ევროპა, ხო? ანუ ყველა ებრძვის რუსეთს. აი ამ წაგებულის რომ იტყვიან იმიჯის ტარება შეერთებული შტატების არის ყველაზე რთული. ამიტომ ისინი დაიწყებენ ევროპაზე გადაბარგებას და თვით უკრაინაზე, რომ ჩვენ მათ ვაწვდით იარაღს, მაგრამ ისინი ესე იგი კორუმპირებული აღმოჩნდნენ, ასე შემდეგ, ასე შემდეგ, იძულებული ვიყავით ჩვენ შეგვეწყვიტა, თორე ჩვენ მზად ვიყავით დავხმარებოდით. რა სიტყვის ევროპა? ევროპის როთან უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოს გარკვეული ტერიტორიული იცით პრეტენზიები. კი, რა თქმა უნდა. იმიტომ ისინი როთან არასოდეს არ არიან როთან პატიოსნები ამ თავის განცხადებებში. შესაბამისად გარკვეულწილად დიდი სიამოვნებით მიიღებენ მის მარცხს და მე რუსეთთან მოლაპარაკების ვირას შეიძლება დაეფოთონ. როგორც იყო ეს ისტორიულად, პოლონეთთან დაკავშირებით, უკრაინასთან დაკავშირებით, როგორ იყო განაწილებული მიწები. ამისთვის უკრაინა უნდა მიიყვანოს ოსმალეთთან და წითელ. სრულ კრახამდე დამარცხება. სრულ კრახამდე უნდა მიიყვანო, რომ აქ ევროპამაც თქვას, რომ იცით რა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ზელენსკის ხელისუფლება აღმოჩნდა ძალიან კორუმპირებული. ჩვენ იარაღი, რომელიც მივყიდეთ, ნახეთ იქ აფრიკაში, იქ, ანუ ისინი გადაყიდვებს აკეთებდნენ. მეორე ვერ გააკეთეს სამხედრო მობილიზაცია და ცოცხალი ძალით უზრუნველყოფა და ისე მარტივად გადატეხავენ ყველა ჯოხს, ისე მარტივად როგორც არაფერი. თორემ ის რომ შენ ნატო და შეერთებული შტატები ერთად აღებული, რომ ნუ წევრი არის შეერთებული შტატები, კი მთავარი ნატოდან რო გამოვიდეს შეერთებული შტატები, ცარიელი ფურცელი დარჩება. აღიარო ის რომ ყველა დამარცხეთ რუსეთთან არის ძალიან რთული. ამიტომ ეგრეთ წოდებული რუსები რო იტყვიან კაზიოლად პუშენიო აი ეგრე გამოიყენებენ უკრაინას მერე ბოლოს და გადაატეხავენ ყველა ჯოხს, რომ უკრაინამ არი ვარგა და ტყუილა ჰქონდათ მისი იმედი. შემოვა რა, შემოვა უკვე ის კაპიტალი, რომელიც დაავალდებულებს უკრაინას, რომ ეთქვეზე ამდენი დავხარჯე ფულს ვერ მიბრუნებთ, ეს მიწა ჩემია, ეს ჩემია. სმარტებია, ბიზნესი ენაზე დაელაპარაკება, პოლიტიკა პოლიტიკურ ენაზე. ამიტომ ბირთვული სახელმწიფო რომ ვერ დამარცხდებოდა თავიდანვე იყო ცნობილი და ეს კონფლიქტი რომ დაიწყო ერთი კვირის დაწყებული იყო მე როდესაც ობიექტივის ტელევიზიაში ვიყავ მიწვეული და ვთქვი რომ ეს ომი დამთავრდება კრახით უკრაინის და ზელენსკის მეთქი თვითონ უკრაინელები რომელიც დღეს გმირს ეძახიან თვითონ ჩადებენ მეთქი მიწაში და დარწმუნებული ვარ რომ ეგრე დამთავრდება იმიტომ რომ უკრაინაში იზრდება უკვე დიდი საპროტესტო ტალღა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ
მაგრამ აი ბატონო, ანუ ბოლომდე უნდათ რომ გამოიყენონ ეს რესურსი, რაც უკრაინას აქვს, ეს ადამიანური რესურსი, საომარი, იმიტომ რომ თქვა ამ შემთხვევაში რუსეთისაც სხვა დანაკარგები ბუნებრივია. რუსეთიც სუსტდება და ეს უკრაინა აი მეუხერხულება კიდეც ამისი თქმა. ანუ სანამ შეუძლია მანამდე რაც უფრო განადგურდება უკრაინა, მით უფრო მეტი სარგებელი ექნება დასავლეთს. იმიტომ რომ შევა უცხოური კაპიტალი პირველი, ყველაფერი როგორც ჩვენთან გახსოვთ, სამოქალაქო ომის შემდეგ მუხლებზე იდგა საქართველოს, მზად იყო ყველაფერი დაეთმო, ოღონდ ვინმე დაგხმარებოდა. ანალოგი მდგომარეობაში ჩააგდებენ უკრაინას, დათანხმდება ყველაფერს, რაც კი შეიძლება მან წარმოიდგინოს დახმარებად, მაგრამ სინამდვილეში იქნება დაპატრონება და არა დახმარება. და საბოლოო ჯამში რაც უფრო სუსტი იქნება უკრაინა, მით უფრო მეტ სარგებელს ნახავს მთელი დასავლეთი ევროპაც და მათ შორის შეერთებული შტატებიც. და რაც შეეხება რუსეთს, რაც უფრო მეტად დაეცემა უკრაინა, მით უფრო მეტი გავლენა ექნება იმისი თუ ვინ უნდა მართოს ის რაც დარჩება და უნდა იყოს თუ არა ის ლოიალური რუსეთის მიმართულებით, რომ არ შეექმნას რუსეთს კიდევ ახალი საფრთხე, ეგრეთ წოდებული ფაშისტური მოძრაობის ახალი გაღვივების ან ახალი შეერაღების დაპირისპირების რუსეთის წინააღმდეგ. შესაბამისად, ყველა შეეცდება მიიღოს თავისი, მაგრამ როგორც ომის კანონით ვიცით, გამარჯვებული იღებს ყველაფერს, რაც პირველ რიგში მას უნდა და დანარჩენი ინაწილებენ იმას, რაც რჩება. ამიტომაც არის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი, რომ მიაღწიოს სამხედრო წარმატებებს, არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, არამედ ზოგადად მის გეოპოლიტიკურ სტატუსს ამყარებს. აუცილებლად და რუსეთი არ დაუშვებს საჰაერო რომ თქვან იმ უპირატესობას, რომელიც მოგახსენეთ 6-7 თვიან უპირატესობას, რომ შესაძლებელი გახდეს რომელიღაცა ზონიდან, ნატოს ბაზიდან აი ამ დროის უპირატესობის ხელში ჩაგდების საკითხი. შესაბამისად ის მიაღწევს იმ ზონას, რომელიც ზონიდანაც ის ჩათვლის, რომ აი აქედან ჩემი უსაფრთხოება დაცულია. ანუ სხვა ტერიტორიები იქნება ეს, მაგრამ ფინეთი ხო ახლოს არის, თქვათ რუსეთთან. აი ფინეთში როგორ მიაღწევს იმავეს, რის მიღწევაც უნდა უკრაინაში. ნახეთ რა არის, ფინეთი კი ახლოს არის, მაგრამ ფინეთთან პირდაპირ საზღვართან რუსეთს ისეთი ძალები აქვს, რომ იქიდან გატოკებასაც ვერ მოასწრებს ნატო. რადგან იქ სამხედრო ბაზების განლაგება რუსეთის სრულად შეესაბამება იმ ვითარებას. მაგრამ როდესაც უკვე მთელი ეს ანუ დაცულია ფინეთის მხრიდან და მთელი ეს ზონა უკრაინა, მოლდოვა და მათ შორის თუ საქართველოც იქნებოდა, აქ უკვე ამხელა სასაზღვრო ზოლის აბსოლუტური საფრთხეობა, რომ შენ იქიდან შეიძლება დაგიშინონ, შეუძლებელია უკვე. ანუ ეს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დიდი სახელმწიფოა, ძალიან რთულია ამხელა ტერიტორიის უსაფრთხოდ შენახვა. ისე რომ ეს თემა არის და ვფიქრობ, რომ ამ კრიტიკული მომენტი ჯერ არ დამდგარა რა, როდესაც შეიძლება ეს დასრულდეს ეს დაპირისპირება და გადავიდეს უკვე გადანაწილების პროცესში, ანუ რასაც ეს ხატოვნად მოლაპარაკებდა და სამშვიდობოს. ეს დრო მოახლოვდა, იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით, რომ შეპირებები, რომლებსაც დასავლეთს პირდება უკრაინას დახმარებისთვის, მაგას წლები ჭირდება, რომ ის შეარაღება დაამზადონ და მიაწოდონ. მართალია შეიძლება კონტრაქტი დღესაც გააფორმო, მაგრამ 2025 და 27 წლამდე რუსეთი მიაღწევს თავის მიზანს, რუსეთი წინ მიიწევს და რატო არ ამთავრებს სწრაფად? იმიტომ რომ რუსეთმა რომ ეს ყველაფერი სწრაფად განახორციელოს, ძალიან მასიური დამოუკიდებლობით, ამას მოყვება მშვიდობიანი მოსახლეობის სერიოზული განადგურება, რაც მერე ხელს შეუშლის მის სამშვიდობო მისიას ამ რეგიონში. ანუ მე თუ დღეს ღიად ხოცავ ყველას, ამიტომ ვფრთხილობს ისტორია მისთვის. არა, იმიტომ რომ ჰუმანურია, კი რა თქმა უნდა. ბატონო, ძალიან საინტერესო იყო, ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ გაცემთ პირველი ნაწილის დრო ამოიწურა, მე უნდა დაგემშვიდობოთ თქვენ, მცირე ხნით უნდა დავემშვიდობა მაყურებელსაც, რეკლამის გამო ჩვენ მცირე ხნით უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს და მალე დაბრუნდებით, დაგველოდოთ.